მოგესალმებით. ჯანდაცვის მინისტრმა სერგეენკომ უპასუხა ჩვენს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მედიკამენტები, განსაკუთრებით ის ბაზისური წამლები, რომლებსაც მოსახლეობა აქტიურად მოიხმარს, გაძვირდა. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ნამდვილად ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩასაფრენების პოზიციიდან და რეალურად გვაწუხებს ზოგადად ქვეყანაში ფასების მატება, ეკონომიკის ვარდნა, სამუშაო ადგილების შემცირება და თითოეულ ოჯახში ნაკლები შემოსავლის შესვლა. ამიტომ პრობლემებზე რადგან ვსაუბრობთ, ეს არის ის პრობლემები, რომლებიც რეალურად ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. ზოგადად მთავრობას ახასიათებს ასეთი მიდგომა, რომ ნებისმიერი, ეს იქნება პოლიტიკური ოპოზიცია, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მედია, ისინი ვერ იტანენ ზოგადად კრიტიკას. ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების რეაქცია ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას გადაცემაზე, ჩვენ ვნახეთ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებაზე, რომ ისინი ეწევიან თითქოს და ძირგამომხრელ საქმიანობას და ჩვენ ვუყურებთ წელიწადნახევარია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების ცდილებას. ამიტომ მინისტრი სერგეენკოს განცხადება ამ თვალსაზრისით სრულად ჯდება იმ კონტექსტში, რა მიდგომებიც აქვს ზოგადად მთავრობას. ეხლა უშუალოდ წამლებთან დაკავშირებით ჩვენი მთავარი არსი ჩვენი განცხადების იყო ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რომელზედაც ასე ხმამაღლა საუბრობს ხელისუფლება, სინამდვილეში არ პასუხობს ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს. და ახსნი რატომ საყოველთაო ჯანდაცვამ ერთის მხრივ 2 მილიონი ადამიანი მანამდეც იყო დასწრებული დანარჩენი მოსახლეობისთვის უფასო გახადა ექიმთან კონსულტაცია და რა თქმა უნდა აფინანსებს ოპერაციებს, ეს გადაუდებელი იქნება თუ გეგმიური. მაგრამ ექიმის კონსულტაციიდან ოპერაციამდე არის უზარმაზარი ჯაჭვი, სადაც ადამიანებს სჭირდებათ სერიოზული კვლევების ჩატარება და თუნდაც საოპერაციოდ მომზადება. არც ერთ ამას საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს. საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს ასევე პოსტოპერაციულ პერიოდს. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობაში ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს და სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, რომლებსაც წელიწადში 200-300 როგორც მინიმუმ და შეიძლება მეტიც ლარის წამალი ჭირდება, ამას არანაირად არ პასუხობს დღევანდელი პოლიტიკა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში დღევანდელი მთავრობა ატარებს. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა უნდა რეალურ პრობლემებზე ისაუბროს, მან უნდა რეალურად უპასუხოს ჩვენი მოქალაქეების კითხვებს და ბუნებრივია ამ საზოგადოებრივ დისკუსიაში ჩვენ მზად ვართ, რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მივიღოთ. მადლობთ. კითხვები რაც გექნებათ? დიახ. თქვენ ამას ვერ გაუშვებთ შეიძლება ეთერებში ან იმას ვთქვათ, უბრალოდ აგიხსნით როგორ მოქმედებს და როგორ მოქმედებს ეს ხარისხზე. აი რო ავიღოთ მაგალითად რომელიმე შედარებით მარტივი ოპერაცია, ხო? ძვირიან საავადმყოფოში, სადაც მაღალი ხარისხია, ის შეიძლება გქონდეს 1000 ლარი. და შედარებით ისეთ თბილისზე ვლაპარაკობ, საავადმყოფოში სადღაც მიდოს 500 ლარი. სახელმწიფომ დაადგინა ფასი მოცემულ ოპერაციაზე საშუალოდ ვთქვათ 600 ლარი. სახელმწიფო ამბობს, რომ ის გადაიხდის 70% 600 ლარი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ის 600 ლარი 70%, ანუ 420 ლარს დაგვირავს. ანუ თუ ადამიანი მივა შედარებით უხარისხო საავადმყოფოში, ის გადაიხდის 420 ლარს და 80 ლარი უნდა დააბანტოს თავისი ჯიბიდან, იმიტომ რომ იქრეს 500, მაგრამ თუ წავა ხარისხიან საავადმყოფოში, მან უნდა გადაიხადოს სახელმწიფო დაფარავს 420 და ამ ადამიანმა უნდა შეავსოს დანარჩენი 30%, ანუ 600 ლარამდე თავის ჯიბიდან და კიდე ზემოდან ის 400 ლარი თავის ჯიბიდან, ანუ ის გადაიხდის 580 და სახელმწიფო დაფარავს 420. ანუ ჩვენ აქამდე
მართალი გითხრათ, ძალიან დეტალურად ამაზე არ ვსაუბრობდით, თუმცა ვისაც ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება მიუღია კიდევაც ჩემი წერილები, რომელსაც მე რეგულარულად წერდი და ეხლა ვაპირებ კიდევ უახლოეს ხანებში დავწერო ამას წერილს, სადაც ამას დეტალურად დავხსნი. აი სხვა მაგალითს გეტყვით კიდე. აი დღეს მქონდა საგარეჯოში შეხვედრა, მოვიდა ქალბატონი, რომელსაც მენჯბანძაყის პრობლემა აქვს, რომელიც საკმაოდ ხშირია. ან ორივე მხარეს, ან ერთ მხარეს. ჩვენ ჩავხედავთ 36 დადგენილებას, ამიტომ ქალბატონს უთხრეს, რომ იცით რა, ეს ოპერაცია გადის პლასტიკურ ოპერაციაში, ამიტომ ამას სახელმწიფო არ ფარავს. ანუ უამრავი ესეთი დეტალია შეგნით, რომელზეც როცა ტელევიზიიდან გვესმის საყოველთაო ჯანდაცვა დედა რა კარგია და ყველასთვის კარგია, მაგრამ როგორც კი მივიდივართ დეტალებში, არის სერიოზული პრობლემა. კიდევ ერთი. უბრალოდ აი ჟურნალისტები, მიდით ჯავახიშვილის 51-ში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის ოფისია. და იკითხეთ ადამიანებთან, რამდენი ხანი უწევთ მოცდა. მოცდის პერიოდი განუზომლად იზრდება. რატო? იმიტომ რომ უყურეთ რა ხდება, როდესაც სახელმწიფოს გასაზრული აქვს, რომ თვეში უნდა გადაიხადოს თქვა 12 თუ 15 მილიონი და მეტი არა და მიმართვიანობა იზრდება და მოდის ამ ადამიანს რომ ერთ თვეში გადასახდელ თანხას არ გადააჭარბონ, ამ ადამიანს ეუბნებათ, რომ ერთი თვით მეტი მოიცადე. და ეს ჯერ ერთი თვიდან გახდა ორ თვემდე, ორი თვიდან გახდა სამ თვემდე და ეს უსაფრთხოს გაიზრდება. და სხვა შორის ამაში საქართველოს უნიკალური კი არ არის. ინგლისშიც ესეა, სადაც გასი სისტემა არის. ანუ მოცდის პერიოდი იქ, სადაც სახელმწიფო ზუსტად მიზანმიმართულ პროგრამებს არ ატარებს, თქვა პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველებს და ასე შემდეგ, ეს გარდაუვალი პროცესია და ამას ჩვენ ვლაპარაკობთ პირველივე დღიდან. უბრალოდ ჩვენ თქვენ ნახავთ, რომ ეს პრობლემები განსაკუთრებით ჩემო დგომაზე კიდევ უფრო დაგროვდება. და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ იკითხოთ. მეორე პრობლემა არის, რადგან მე ასევე ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ესეთი მოკლე პრესკონფერენციები არ იძლევა საშუალებას. იკითხეთ, საავადმყოფოები არ ლაპარაკობენ. რამხელა დავალიანებები გროვდება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საავადმყოფოები. ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და ნახეთ. კარგი, სხვას რა თქმა უნდა, პრობლემები გროვდება, ის ჯერ ზედაპირზე არ არის. სამედიცინო დაწესებულებები თვითონ ერიდებიან გარკვეული შიშის ფაქტორების გამო. რომ ხედავთ ხელისუფლების ძაფრ რეაქცია რომ აი მარტივად გეტყვით ჩვენ დროს საავადმყოფოები როცა ლაპარაკობდნენ დავალიანებებზე და ეს იყო მართლაც იმიტომ რომ იყო სადაზღვევების დავალიანება ხოლო სახელმწიფო იყო მიუკერძოებელი არბიტრი სახელმწიფოსთან რა თქმა უნდა საავადმყოფო წუწუნებდა და ეუბნება რომ დამეხმარე ფულის ამოღებაში მაგრამ როცა საკითხი დგება რომ თვითონ სახელმწიფოა გადამხდელი საავადმყოფოს ურჩევნია მორჩილად იყოს ჩუმად რომ არ გაანაწყენოს სამინისტრო, მინისტრი და ხელისუფლება, რომ მან დროულად ჩაურიცხოს მერე ფული. სულ სხვა სქემაა. ამიტომ ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება და ნახეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გაგრძელებულიყო დაზღვევის მეშვეობით საყოველთაო დაფარვისკენ წასვლა. ჩვენც ვამბობდით, რომ საბოლოო ჯამში ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. მხოლოდ შუარგოლი დაზღვევა კი არ უნდა ამოგვექნო, არამედ დაზღვევის გაფართოებით უნდა წავსულიყავით და ამაზე კიდევ ერთხელ ვისაც ინტერესი გაქვთ, თქვენი იმეილები დამიწერეთ და მე გამოგიგზავნით უფრო დეტალურად ამაზე ჩვენს პოზიციას. კი. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უგროვდებათ დავალიანება საავადმყოფოებს. კი, 1000-ობით კლასზე საუბრობ. კი ბატონო, სხვა საკითხები რაც გაინტერესებს? რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ხელმოწერას რაც შეეხება ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებითია რომ გაგრძელდეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. მაგრამ თავისთავად ხელისუფლებაში ამაზე კამათი ვინ მოაწერს ხელს ადასტურებს ერთის მხრივ ხელისუფლებაში არსებულ განხეთქილებას და მეორეს მხრივ მიუთითებს დღევანდელი მთავრობის მოქმედების მოდულზე, რომ ისინი კინკლაობენ გარკვეულ
გარკვეული ამბიციების დაკმაყოფილებაზე და არ ფიქრობენ რეალურ ინტერესებზე. რაც შეეხება ზოგადად ვიზიტის შეფასებას, მინდა თქვა შემდეგი. თქვენ კარგად იცით, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების უდიდესი ნაწილი ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარდა და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმას, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. თუმცა უნდა ვთქვათ ერთი რამ, რომ იმ ფონზე, წელიწადნახევრის ფონზე, როდესაც პრაქტიკულად ეკონომიკა გაჩერებულია და ეკონომიკური განვითარება არის არსებით იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ევროინტეგრაცია, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელმოწერა არის გარკვეული ბონუსი, გარკვეული წინასწარ მიცემული, ასე ვთქვათ, გარანტია, რომ გაგრძელდება, მაგრამ ხელისუფლების ერთის მხრივ ასეთი უმოქმედება, მეორეს მხრივ პოლიტიკური დევნა, ჟურნალისტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი კრიტიკა და დემოკრატიის თვალსაზრისით მუდმივი ეჭვები უკან ხო არ მივდივართ, ეს ბუნებრივია, აჩენს კითხვებს, რამაც შეიძლება მომავალში შეგვიქმნას პრობლემები. ამას თვითონ გადაწყვეტენ, ჩვენ ამ სპეკულაციაში არ შევდივართ. კიდევ ერთხელ, ესეთი ტიპის კინკლაობა არ უნდა წარმოიშვებოდეს მთავრობაში საერთოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ პუტინის კეთილნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ბუნებრივია, სწორედ ამიტომაც ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება იყოს ძალიან ყურადღებიანად და მომზადებული ნებისმიერი საფრთხისთვის ამ პროცესში. ზოგადად მიმაჩნია, რომ მცდარი იყო დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა, რაც მათ დასაწყისიდან აირჩიეს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ენის მოჩლეკით დაველაპარაკებით პუტინს, ის თავის პოზიციას შეიცვლის. ჩვენ ნახეთ, რომ თუნდაც მალხუთლართებმა ბოლო 1 წლის განმავლობაში დაგვანახა, რომ ეს ასე არ არის. შესაბამისად, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული სიფრთხილე გუმართებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ერთი რომ არ იყოს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურების ცდილობა, არ შეექმნას საფრთხე მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეცეთ თავისუფლად სამუშაობის საშუალება და არ იყოს ისეთი ფაქტები, რომლებიც დააეჭვებს ჩვენს ევროპულ პარტნიორებს, რომ საქართველოს ვითარდება თუ არა დემოკრატიული მიმართულებით.